14-ში დაბრუნდა სახლში. ძალიან სხვანაირი შეცვლილი. აგვისტოს ომიდან დაბრუნებული თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის მკვლელობის უმძიმესი ისტორია დღეს მისმა მეუღლემ გაიხსენა. ამბის თხრობა 14 აგვისტოს მოვლენებით დაიწყო, როდესაც გვიან ღამით როინ შავაძეს კუდის თანამშრომელმა გიორგი ჩიქოვანმა იგივე მაიმუნამ მიაკითხა და წაიყვანა. სახლში დაბრუნებულმა მეუღლეს უამბო, რომ მას მანქანაში აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა რაოდენობას ეკითხებოდნენ. უკვე მეორე დღეს სამსახურში წასული როინ შავაძე სახლში აღარ დაბრუნებულა. წავედი სამუშაოზე, უცებ შემორბის კლიენტი, ციცოთ რომა აიყვანეს. დავეძებდით ყველგან სამხედრო ბაზა ჭავჭავაზის ქუჩაზე. იქ როდესაც მივედით, პატრული მოვიდა ამ დროს და მანქანას ბუხტაჩაქვილი დავაჩოქე, მეთქი მითხარით კაცი აიყვანეს და საათ ყავთ. გამაგებინეთ, ვეხვეწებოდი და არავინ არ იძრეოდა. პატრულის თანამშრომელი მაგნიტად არ გადმოსულა. მივედით სახლში თუ არა, ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა დაიგენმა დაიძახენ, რომ რამინაციაში ყავდათ. რომ მივედით იქ უკვე ფორმიანიც და უფორმოც 100 კაცი დაგხვდა და გვითხრეს, რომ ის პროზექტურაშია და გარდაცვალებულია უკვე. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ქონდათ გაკეთებული. ციცინო შავაძე იხსენებს, რომ უცხო პირები ხალხს შავაძეებთან მიახლოებას და მისამძიმრებას უშლიდნენ, რის გამოც მოკლული სერჟანტისთვის საფლავის გათხრა ოჯახის წევრებს თავად მოუწიათ. თავდაცვის სისტემიდან ოჯახთან მისასამძიმრებლადაც არავინ მისულა. პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ არ გვეტირა ხმარა მოგვეღო, მთელ ქუჩა იყო, იდგნენ ფორმიანები, ხალხი ვინც კი მოდიოდა ზოგს აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ახლოს არ გავყარებოდნენ, თუ უნდათ, რომ მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ. ტელევიზია რო შემოვიდა, რომ მოვიხედე, ხო, მიცვალებულთან არავინ არ იყო, მარტო მე ვიყავი. ჩვენ კიდე იძულებული გავხდით მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყვანეს სახლიდან. იმიტომ რომ გავსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა. იგიც კი შეეშინდათ, რომ მიცვალებისთვისთვის საფლავი გაეთხარა ვინმე. ყველა უარს გვეუბნებოდა. ვინ აფრთხილებდა, როგორ იცით? რა თქმა უნდა, იმდროინდელი თავრობა. როინ შავაძის დაკრძალვის შემდეგ შავაძეების ოჯახზე ზეწოლამ ყოველდღიური სახე მიიღო. ქვრივს შანტაჟთან ერთად დუმილის სანაცვლოდ ფულსაც სთავაზობდნენ. ჩვენი წამება ამით კიდე არ დასრულდა. გვაშინებდნენ, მოდიოდნენ იარაღიანი ხალხი ეზოში პირდაპირ. შემოგვითვალეს, რომ სოფელში გვაქვს სპეციალური წყლის ბასენი. იმას მოგვიწამლებდნენ და სულ დავისვენებდით ყველა ერთად. რა იცოდა ამისთანა, რისთვის გაწირეს, რისთვის აწამეს. მომხდარის სიმძიმიდან გამომდინარე ციცინო შავაძეს საუბრის შეწყვეტა რამდენჯერმე მოუწია. განსაკუთრებულად მძიმე იყო იმ დაზიანებების აღწერა, რომლებიც როინ შავაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების თანამშრომლებმა მიაყენეს. მე ესე ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაფერი ჩაფიქრებული და წინასწარ გაზრახული. ფეხი მოტეხილი, ხელი მოტეხილი, ხელის თითები იმდენად გადამწრეული ქონდა, რომ ლეიკოთი დაუმაგრეთ ჩვენის. ყავს ეკჭირა უბრალოდ. გაქცევას ცდილობდაო, რომ უთხრეს ხალბატონი ცინეუბნება, რომ როგორ შეიძლება ადამიანს, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი, ხელი აქვს მოტეხილი, წამების კვალი ეთყობა შეუერაგებელი თვალითაც, ის გაქცევას ცდილობდესო. 40 ტყვი აქვს მოხვედრილი 40-ვე წინამხრიდან. სამხედრო პირებმა დახვრიტეს? არა, კუდის თანამშრომლები. ეს ბიჭების აყვანა როდესაც მოხდა, მეორე დღეს საქართველოს დატოვა მერაბიშვილმა. რას უკავშირდება ეს არ ვიცი. სასტიკი მკვლელობის ამბავს სერჟანტის ცოლი აგვისტოს ომს უკავშირებს. იხსენებს, რომ მის ქმარს ცხინვალის რეგიონიდან დაჭრილებისა და გარდაცვლილების გამოყვანის გამო უსაყვეტურეს. როინ შავაძე კი ღია და ამბობდა, რომ იმ დროინდელმა მაღალ ჩინოსნებმა ომში ბიჭები გაწირეს. ახალაიას უთქვია, რომ ვინ გთხოვა, რატო მიბრუნდი, რატო შენ დაჭრილები გამოიყვანა და ერთჯერ მიცვალებულები. ასე არის ცნობილი თითქოს, რომ მან აგვისტოს ომთან დაკავშირებით იცოდა გარკვეული რაღაცები იმ ხარვეზებზე,
კი. რაც დაუშვა სახელმწიფომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და რომ მას ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაცია, თვითმხილველიც იყო და რომ ეს ვერ აპატიეს. ძალიან უკმაყოფილო იყო უფროსობით, რომ მიატოვა ჯარი, მიატოვა მთავარ სარდალმა. გაწირეს ბიჭები. ამას ამბობდა, არც მალავდა. ამისთვის ხომ არ დასაჯეს? შეიძლებაც მე უფრო სწორად მაგას ვფიქრობდი ყველაფერს, რომ ამისთვისაც დასაჯეს. იცოდნენ, რომ რომა არ გაჩერდებოდა. 2020 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე შავაძე საქართველოს წინააღმდეგ სიცოცხლის უფლების არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა. ქართულმა სასამართლომ კი შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და 2 სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო.